მე ვარ ლუკა აბრამიშვილი 13 წლის. სწავლობ ჭიათურის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა სიმღერა და ფეხბურთის თამაში. უფრო რა თქმა უნდა მიყვარს ფეხბურთი. უკვე 3 წელია ვთამაშობ საფეხბურთო კლუბს ჭიათურაში. მახსოვს პირველი დღე ჭიათურის კლუბში რომ მივედი. არ ვიცნობდი არავის და ყველა დაბნეული ვიყავით და ნერვიულობდით. მე გავიცანით მწვრთნელები, ბავშვები და ყველა ერთმანეთთან დამეგობრდით. ახლა ჩემი მწვრთნელია გიორგი მიროდაც. ის არის მეგობრული, ასევე არის მხიარული და უყვარს თავის საქმეს. ადრე სხვა მწვრთნელები მყავდა ცეზარი ცერცვაძე და საბას გაბაძე. მწვრთნელები ალბათ იმიტომ შემეცვალა, რომ სხვა ასაკობრივში გატოვეთი. ჭიათურის გუნდი იმიტომ მგონია განსაკუთრებული, რომ აქ არის კარგი მასწავლებლები და ასევე არის მეგობრული გარემო. მე ვთამაშობ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი დაცვაში. თავდამსხმელში იმიტომ გადავედი, რომ მიყვარს გოლების გატანა. თუ ვარჯიშებსაც ჩავთვლით, სულ გატანილი მაქვს 90 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჯარი იყო და დავარტყი და ცხრიანში გავიტანე გოლი. მეკარე გადახტა, მაგრამ ისე ძლიერად დარტყმული იყო, ვერ აიღო. უკვე მქონდა 8 შეჯიბრება და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი შეჯიბრება ბაღდათი ჭიათურის წინააღმდეგ. მატჩში მოვიგეთ 3-0 და ამ თამაშში ვიყავი ერთ-ერთი გამორჩეული. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლიონელ მესი და საყვარელი გუნდია მანჩესტერ სიტი. სახში მაქვს 3 ფორმა: ნაპოლის, არსენალის და ბარსელონას. მე მინდა მქონდეს ცისფერი ფორმა და უკან მეწეროს ცხრიანი და აბრამიშვილი. საქართველოს ნაკრებშიც სიამოვნებით ვითამაშებდი 9 ნომრით. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება მგონია ზუსტი პასი. გამოსასწორებელი მაქვს ისრაფა. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია: ჯერ გადავალ თბილისის დინამოში, შემდეგ დორტმუნდში, შემდეგ ბარსელონაში და ინტერის მაიამიში. ფეხბურთის თამაში თავს გავანებებ 40 წლის ასაკში. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება მანქანების გადაზიდვა. 20 წლის რო გავხდები, ვიყიდი სტაფილოსფერ BMW M4-ს. ჩემი აზრით ამ მანქანით მოვიყვანს. საყვარელი ახლა იმიტომ არ მყავს, რომ ფეხბურთის კარიერაში შემიშლის ხელს. ჩემი აზრით ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 22 წლის. შვილებს დავარქმევ რეზიკოს, გიორგის, გუჯას და ანას. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი პოლიციელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და ასევე კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია გუგა ფერაძე. ყველაზე ცელქია დათა მუმლაძე. ყველაზე ჭკვიანებია გაბრიელ რევიშვილი და ლუკა გრძელიშვილი. ყველაზე მშვიდია ილია ჩაბაძე. ყველაზე პერსპექტიულია გიორგი გელაშვილი. მე ვარ ყველაზე მორიდებული, კეთილი და ზრდილობიანი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია დათო კავძელაძე. იმიტომ რომ ის არის ჭკვიანი, მეგობრული, კეთილი და ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ თავისი საქმის პროფესიონალია. მე მინდა კიდევ იმიტომ იყოს, რომ ასეთი კარგი მოსწავლეები ვყავართ. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, რადგან ვიყიდი ჩემს საოცნებო მანქანას. მე ასევე მიყვარს სიმღერა და 2 წელი დავდიოდი სიმღერის წრეს. მინდა ვიცოდე დოლზე და სალამურზე დავკრა და მგონია, რომ ჯერ არ არის გვიანი. ჩემი საყვარელი სიმღერაა მეოთხეს დასის როგორც დაათბება. როგორც დაათბება მინდა წავიდე ჩემს ქუთაისში. ეს სიმღერაა და შეიძლება თქვენც გეცნობათ. სიმღერიდან იმიტომ გამოვედი, რომ მთლიანად ფეხბურთზე გადავარდი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ჩემი და ასევე ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი და არის 22 წლის და ქვია ანა. ის არის ჭკვიანი, ასევე მხიარული, უყვარს სწავლა და სწავლობს უნივერსიტეტში. ჩემი ძმა არის 18 წლის და ქვია რეზიკო. ის არის ფეხბურთის მოყვარული, განათლებული, ჭკვიანი და შრომის მოყვარე. ასევე ისიც სტუდენტია. მამიკო არის მშრომელი, მხიარული, ვაჟკაცი და ჩემი საუკეთესო მეგობარი. ძალიან მიყვარს დედიკო და მთელი ოჯახი. დედიკო არის ლამაზი, თბილი, საქმიანი და მშრომელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ხაჭაპურს. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ჰელადოსი. ასევე მიყვარს ანიმეების ყურება და ჩემი საყვარელი ანიმეა დრაგონ ბალი. დრადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ თავს გავხდიდი მსოფლიოში ყველაზე მაგარ ფეხბურთელად. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი არგენტინაში. ჩემი ოცნების საჩუქარია მანჩესტერის საგზური და მანჩესტერ სიტის თამაში დასწრება. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემ ძმასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ გქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს ნებისმიერი ადგილიდან გოლის გატანის სუპერძალა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახთან ერთად დროის გატარება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.